თქვენ დობის წილიც მოგემატათ და აი რატო გეტყვი რა აი ეს ისეთივე მოვლენაა ზუსტად აი როგორც დავუშვათ რაც ირანში მოხდა ხო რომ აი მოუკლეს ეს თავარი ადამიანი და ამან გააერთიანა ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანების პირიქით ვინც მაგის საწინააღმდეგოდ იყო ისიც კი გააერთიანა ისეთი ის გამოიწვია ამაგეს აი ზუსტად ანალოგიური სიტუაცია არის იმედის და იმიტომ რომ შინაგანად თუ მართლა სამართლიანობისთვის და სამართალი გაინტერესებს პირველ რიგში ხო და შენი ქვეყნის ინტერესი ხო რომ იმათ ვინ ეკითხებათ ყველას ეს უჩნდება ეს კითხვა რომც იყოს შენიანი რომც არ იყოს აი შუაში ტიპი რო იყოს ყველას უჩნდება ეს რომ ჩემ ქვეყანაში იმათ ვინ ეკითხებათ ეხა მაგალითად ხულევის პორტი იყო დაყადაღებული და დღეს გაანთავისუფლეს მოუხსნეს თურმე არ ყოფილა არაფერი ის რასაც აბრალებდნენ წარმოგიდგენია და ეხა ესე იგი რა მოხდა რომ უცბად დაჭირდათ აი ამ სიტუაციებში ხულევის პორტი გესმის აი ამ ირანში ამ სრუტე დაკეტილია ის არის ვერ გადის ერთადერთი პორტი აღმოჩნდა საიდანაც შეიძლება რაღაც აქედან გავიდეს მიზეზები მარტო მხოლოდ პრაგმატულია მე ამ ჩვენ სანქციებს უფრო პარალელს ევრო პარლამენტარების მიერ წნეხს გავაკეთებდი წნეხთან შედარებით რომელიც მთელი ამ წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარეობდა და რაზე არ მიდიოდა საუბარი ოღონდ მათთვის სასურველი ძალა მოვიდეს ხელისუფლებაში და არავის არ აინტერესებს მოსახლეობის უმეტესობა რას ფიქრობს. ზუსტად ესია მანდაც ხო, იმიტომ რომ რაღაცა გადამწყვეტ მომენტში რო დაინახეს რომ გინდა ქედან მიუდექი, გინდიქიდან მიუდექი ხო? საქართველოს მოსახლეობამ ხმა მისცა იმას, ვინც მათთვის მნიშვნელოვანია და ამ შემთხვევაში ეს არის ქართული ოცნება, ხო? ესევ ეგრევე წავიდა შანტაჟი, აგრესია, მანიპულირება უვიზო მიმოსვლით, ხო, რაც ჩვენთვის მოდი ვთქვათ, რომ მარი კი, მაგას ვერ ეს არის ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი მონაპოვარი, ოღონდ დამსახურებული მონაპოვარი. ეს ჩვენ დავიმსახურეთ როგორც ქვეყანა ჩვენი მდგრადობით და ჩვენი წინსვლით, რაც ბრმა უნდა იყო, რომ წლების განმავლობაში ეს ყველაფერი ვერ დაინახა. ზუსტად ესე არ იცოდნენ ალბათ რა ეკნათ, რითი გავემწარებინეთ და მოვიდა სანქცია ახსნა განმარტების გარეშე, რომელიც დღეს მე მგონი იმედის ერთ-ერთმა თანამშრომლმა ვერ გაიგო პოლიტიკური მიზეზის გარდა, სარჩულის გარდა, რომ შეიძლება უბრალოდ პოლიტიკურად მიუღებელი იყო რომელიღაცა ფუნქციონერისთვის ბრიტანეთში, რომელსაც ეხლა მართვისადავეები აქვს ხელში და იმან უბრალოდ რო გაგამწაროს, რაღაცით ხელი შეგიშალოს, გაგზნობინოს, რომ მას აქ რაღაცა გავლენა და რაღაცაში შეუძლია შეგზღუდოს, მაგრამ ამასობაში პირიქით ჩვენი ყურებადობა იზრდება, აკეთებს ამ ნაბიჯს რა და ჩვენ ეს ყველაფერი კარგად გვესმის და პირიქით მე ვთვლი რომ ეს ხო ყველაფერი ყველას კარგად უნდა ესმოდეს ეს რის გამოა ეს ყველაფერი სინამდვილეში ეს ხო ყველაფერი შანტაჟის ინსტრუმენტებია რა თქმა უნდა ეგ არის ტელევიზიებიც ვიზებიც ყველა ეს კამიტიც ყველაფერი არის შანტაჟის გავლენის ქვეშ მოქცევა არის სუსტი ადამიანების ქცევა რა და ეს არხი არის ამ ქვეყანაში ყველაზე ძლიერი თავისი შემადგენელი ნაწილით ამ შემთხვევაში თანამშრომლით გულისხმობ და თავისი ხელმძღვანელით მაკალომიძით და არავის არ გასჩენია არანაირი იმის ილუზია უпростоრად არავის არ გასჩენია არანაირი შიშის სინდრომი რა იმიტომ რომ თვითონ არხი იმდენად ერთიანია და ეს შიგნით იმდენად იგრძნობა რომ პირიქით ორმაგი ძალებით აგრძელებს ყველა მუშაობას. ხო, იმიტომ რომ არხსაც მე სულ ყურადღებას უთმობ ხოლმე რა იმედის განვითარებას იმ თავიდან ხო ბადრის ხონებული ბადრი პატარკაციშვილის დაფუძნებიდან რა დააფუძნა და რაღაცა სუმარ აი საბოლოო ჯამში აი მაინც გაიცხრილა დარჩა ის გუნდი რომელიც აი
დაღდია კი რომელსაც ვერც ერთი ყევა ვერ შეარყევს. ზოგი ხო იცი იქ რაღაც დროში წავიდა, ზოგი დაბულინგდა, ზოგი აი შეირიმეთში როგორ მუშაობ. ეს თემები ხო იყო ყველაფერი და ვერ გაუძლეს ტიპებმა ამ თემებს, ხო? ეხა არც მინდა სახელების და გვერების მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვერ გაუძლეს ამ თემებს, მაგრამ ვინც გაუძლო, ის ბოლომდე მაგრად დადგა და ბოლომდე იდგება დარწმუნებული. კი, რა თქმა უნდა, დარწმუნებული და ძალიან დიდი გუნდი ყავს ჩვენ გულშემატკივრების, იგივე ძალიან ბევრი ცნობათი სახე, რომელთა მნიშვნელობა აუდიტორიისთვის ძალიან დიდია და ძალიან მათი მნიშვნელობა ძალიან დიდი და მნიშვნელოვანია, ცოტა ტავტოლოგია გამომივიდა, მაგრამ რეალურად ყოველთვის უყურებენ თუ ვინ დგას კონკრეტულ პოზიციაზე და თუ ვის აქვს იმის უნარი, რომ ასეთ რთულ დროს რაღაცა რყევაში არ მოხდეს.